ქალაქ ზესტაფონში ნაკლებად, უფრო ზესტაფონის სოფლები დავათვალიერეთ და უნიკალური ძეგლები, რითაც ზოგადად იმერეთი და ზესტაფონი არის გამორჩეული. სანამ უშუალოდ დავიწყებთ ამ ძეგლებზე საუბარს, ტრადიციულად, როგორც ჩვენ გვაქვს ხოლმე უკვე მუნიციპალიტეტებზე, როცა ვსაუბრობთ, დავიწყოთ რუკაზე, ანუ შევიხსენოთ, ეხლა ყველამ ვიცით ზესტაფონი სად მდებარეობს, მაგრამ მაინც აი მისი მეზობლები ვინ არიან, რომელი მუნიციპალიტეტებია მის გარშემო და ასევე ტრადიციულად მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა ვნახოთ, ანუ რა არის წარმოდგენილი გერბზე, როგორ გამოიყურება მისი დროშა. 2012 წლიდან, როგორც ვიცით, ეს გერბები გვაბედნიერებს, ასე ვთქვათ. თან რაღაცა საერთო აქვთ ამ გერბებს, ნიშნები და საინტერესო ისე რომ გერბებს რაღაცა საერთო ნიშნები აქვს და თან ამავე დროს ამავე გერბზე განმასხვავებელი ყველა რეგიონისთვის, ყველა კი ბატონო, ის რითაც არის განსაკუთრებული ეს რეგიონი, ეს არის ხო, ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ და თან ამას დაგვეწევენ. მაგალითად, აი ზესტაფონს ყავს 4 მუნიციპალიტეტი მეზობლად. ესენია მე რო არ შემეშალოს. აი გერბი კი გამოჩნდა, მაგრამ რუკაც გამოჩნდება. ეს არის ჭიათურა, მისი მეზობელი, ხარაგაული, ბაღდათი, თერჯოლა. ანუ იმერულ მუნიციპალიტეტებს შორის არის მოქცეული. და რაც შეეხება გერბის შემთხვევაში, კი ბატონო, გერბის შემთხვევაში თვითონ რუკაზე ჭიათურა მდებარეობს, აი რაღაცა შუაგულია იმერეთის, ჭიათურა არა ზესტაფონი და გერბს რაც შეეხება, ანუ ტრადიციულად ეს გერბი ეს არის ფარი, რაც ჩვენთვის უკვე ცნობილია, ფარის ზედა ნაწილი და ქვედა არშია, როგორც ხშირად ვამბობთ ხოლმე, ყველა მუნიციპალიტეტისთვის ერთია, მაგრამ რაც შეეხება ფარის ძირითად ნაწილს, ჯერ მთლიანობაში არის მწვანე ფონი გამოყენებული, რაც ჰერალდიკაში, როგორც ვიცი, არის ბუნების მრავალფეროვნების სიმბოლო და ნამდვილად ეხლა ზესტაფონი ამით მართლაც უნიკალური და გამორჩეულია და ჩვენ ასევე გერბზე ვხედავთ აი ესეთ ვერცხლისფერ ხაზს, რომლითაც აი წარმოდგენილია გზები, ანუ გზების და მდინარეების შეერთების და გაყოფის ადგილი და ეს მიუთითებს ზესტაფონის როგორც აი სტრატეგიული ქალაქის და ზოგადად მუნიციპალიტეტის მნიშვნელობაზე, ამაზე ქვევით რასაკვირველია ვისაუბრებთ და არის პატარა წითელი ფარი, რომელშიც არის გამოსახული ციხე. და ეხლა როცა ზესტაფონზე და ციხეზეა საუბარი, რასაკვირველია ეს ციხე უნდა იყოს შორაპნის ციხე, რითაც კიდევ ერთხელ ხაზი ესმება აი ამ მუნიციპალიტეტის ძალიან შორეულ წარმოდგენას. რაღაცა ზესტაფონის სავიზიტო ბარათიც შეიძლება ეწოდოთ თავის ნამდვილად ასეა, კი ბატონო. თვითონ ზესტაფონის ეტიმოლოგიას რაც შეეხება, საერთოდ ზოგადად ამ ტოპონიმებზე საუბარი რთულია ხოლმე, როცა ისეთი პირდაპირ წყარო და ის არა გვაქვს, მაგრამ არსებობს ვერსია, რომ ზედაფონიდან მომდინარეობს, ანუ მდინარე ყვირილას ზედა ნაწილში არის ზესტაფონი და ორიოდე სიტყვით ყვირილაზე თუ ვთქვით, აი ჩვენი ექსპედიციის ხელმძღვანელია გიორგი დვალაშვილი, ვისაც დავყვებით ხოლმე ჩვენ საერთოდ ჯგუფი ამ ინფოტურებზე, შავგრემა მდინარეს ეძახის, იმიტომ რომ ყვირილა ეს არის მთელი ჭიათურის საბადოები ყვირილას აუზში მდებარეობს და ძირითადად სამი ქალაქი ჭიათურა, საჩხერი და ზესტაფონი ამ ქალაქზე არის გაშენებული, ასე ვთქვათ. მოკლედ აი ყვირილა არის მთავარი მდინარე და ძალიან მომეწონა, როცა სხვა წყაროებს დავაკვირდი, აი ყვირილას მოიხსენიებს ჯერ კიდევ ვახუშტი ბატონიშვილი და ამბობს, რომ აი ხეობაში როგორ ხმაურით და ყვირილით, აი მყვირალა მდინარე. ხო, ნუ გასაგებიც არის ეს. ეხლა მისი სახელიც მასთან არის დაკავშირებული. ეხლა თვითონ ზესტაფონის მუნიციპალიტეტს რაც შეეხება, აი ეს თქვენ აღნიშნეთ, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ისტორია ზოგადად იწყება ანტიკური პერიოდიდან, იმიტომ რომ ამ პერიოდიდან მოდის ეს შორაპნის ციხის ისტორია. ეს არის ერთ-ერთი ძველი ციხე ჩვენს რეგიონში, ქვეყანაში ზოგადად და აი ზეთხედი არის ძალიან საინტერესო ამ ციხის. თვითონ ტერიტორია ქალაქი ციხეა, თვითონ ამ ქალაქ ციხის 6000 კვადრატული მეტრია. და თვითონ ქალაქიც იყო გალავანშემოვლებული, დაახლოებით 25 ჰექტარს შეადგენდა ეს გალავანშემოვლებული ქალაქი, რომლის მთავარი ნაწილი იყო ეს ციხე
და მდებარეობდა ძალიან მნიშვნელოვან ადგილას სტრატეგიული თვალსაზრისით, იმიტომ რომ უერთდებოდა გზის გასაყარი იყო, მაგალითად აღმოსავლეთი და დასავლეთი უერთდებოდა ერთმანეთს, აი აღმოსავლეთიდან 3 მთავარი სახმელეთო გზა შემოდიოდა და ასევე ამ ქალაქს, ანუ ციხე ქალაქს ჰქონდა ნავმისადგომი. იმიტომ რომ ყოფილა პერიოდი, როდესაც ყვირილა წარმოადგენდა სანაოსნო მდინარეს და აი ამ ვიდეოკოლაჟშიც მე კი ვეცადე გადამეღო ჩანს აი შორაპნის ციხის ქვედა შესასვლელი უშუალოდ აი სანაოსნო მხრიდან, ანუ ქვევიდან, მდინარის მხრიდან შესასვლელი. და იყო ასევე ძველი ხიდიც, ხო? ძველი ხიდიც, რომელიც იქნა მე შემდეგ აიღეს ეს ხიდი, აფეთქეს, ასე ვთქვათ, მოხსნეს ამ ადგილიდან. კი ბატონო, ეხლა თვითონ რა ხდებოდა შორაპანში? ეს იყო სავსე, ასე ვთქვათ, ფუნდუკებით სტუმრებისთვის, ვაჭრებისთვის, ისე მოგზაურებისთვის, იყო ასევე გარკვეული საქონლის სახმელეთო გადაზიდვის ტრანსპორტი არსებობდა, იმიტომ რომ ვითხარით, რომ ნავმისადგომიც ჰქონდა და ჰქონდა ასევე საბაჟო და ყოლია ჯარი, რომელიც მაგალითად იცავდა ამ მისადგომს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ნაწილი ეჭირა. ძალიან საინტერესოა ის, რომ მოხსენიებული აქვს ბერძენ გეოგრაფ სტრაბონს. წერია, ანუ სარაპანათი აქვს მოხსენიებული, ესე მოიხსენიებს, გარდა ამისა პროკოფი კესარიელს აქვს მოხსენიებული და სხვათა შორის პროკოფი კესარიელი რო ვკითხულობდი, მოიხსენიებს როგორც აი მიუვალ ძალიან მყარ ციხეს, რომლის ამშენებლებად გამოყავს ლაზები. ეხლა რამდენად არის და დასტურდება სხვა ფაქტებით ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც სასიამოვნოა, რომ აი ესეთი სხვადასხვა წყაროებში მოხსენიებულია შორაპანი. ერთი ძალიან კურიოზული სახუმარო ისტორია წავიკითხე ამას წინათ ჩვენმა გიდმაც გიორგი ვალაშვილმაც მომიყვა, რომ შორაპანს ახსოვს სპილოების ჯარის გადაადგილება. ეს უკავშირდება ეგრისის დიდ ომს მე-6 საუკუნეში, ანუ ეს მართლა დიდი ომი იყო, მთელი 20 წელი გრძელდებოდა და სპარსეთის მეფებმა ბიზანტიელებთან საომრად წამოიყვანა ბევრი სპილოები და სპილოებმა სწორედ ამ გზით, ამ დერეფნით მოხდა სპილოების გაყვანა და ეს ამბავი ჩაიწერა ისტორიაში, ანუ ბიზანტიურ წყაროებში არის მოთხრობილი და მეც ეს არის ბიზანტიურ კულტურასთან ესეთი ნათესაური კავშირები, წინ დასტურდება. იგივე თუ დავაკვირდებით მაგალითად არქიტექტურას, აი დიდი ნაწილი შემორჩენილია, მე ვერ ვიტყვი რომ ეს სრულად განადგურებული ციხეა, მაინც შეიძლება თქვათ არქიტექტურული დეტალების წაკითხვა, ძირითადად არის რომაული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი და მაგალითად არის ქალაქისთვის, იმ პერიოდის განვითარებული ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენებია ნაპოვნი, მაგალითად არის თიხის მილები, სარდაფები, სხვათა შორის არის ქვევრები, უბრალოდ ამ ქვევრებში არ არის ნაპოვნი ღვინის ქვა, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ ღვინისთვის არ იყო გამოყენებული ეს ქვევრები, ალბათ უფრო წყლის რეზერვუარად იყენებდნენ ან მარცვლეულის შესანახად და სხვა დანიშნულება უფრო ჰქონდა, როგორც ეს მეცნიერებმა დაადასტურეს. მოკლედ, ძალიან მნიშვნელოვანი ციხე გვაქვს, აი მართლა სავიზიტო ბარათია შორაპნის და მე ვისურვებდი მაგალითად, რომ უფრო მეტად იყოს პოპულარიზაცია ამ ციხის და ყავდეს მეტი ვიზიტორი, ანუ შესაბამისი. შენ ამაში ნამდვილად გვეწყობ ხელს. ინფრასტრუქტურა იწყოს მოწყობით. ეხლა რაც შეეხება მეფის რუსეთის პერიოდიდან, როგორც ვიცით, შორაპნის როლი ამ შემთხვევაშიც გრძელდება, იმიტომ რომ გვახსოვს, რომ საერთოდ იმპერიის პერიოდში ქვეყანა იყო დაყოფილი ადმინისტრაციულ ერთეულებად, რომელსაც მაზრები ერქვა და ერთ-ერთი ცნობილი მაზრა იყო შორაპნის მაზრა და წარმოადგენდა იმერეთის ცენტრს, რასაც ქვია და იმერეთის დიდი ნაწილი შედიოდა ამ მაზრაში. თვითონ შორაპნის მაზრა ეკუთვნოდა ქუთაისის გუბერნიას და აი არ ვიცი თქვენ ყოფილხართ თუ არა ცენტრში, ამ შორაპნის ცენტრში, იქ არის აი მეფის რუსეთის დროინდელი შენობებია აშენებული, მაგალითად იქ არის ძველი სკოლა, აი ხიდი ჩანს კიდევაც აქ და რამდენიმე შენობას იქ აქვს მინიჭებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. და არის აი უაღრესად საინტერესო რაღაცა გონია, რომ სხვა განზომილებაში ხარ. აქვე არის შორაპნის ფუნქციების შემცირება იწყება მაინც რკინიგზის შემოსვლის შემდეგ, იმიტომ რომ 1871 წელს გაიხსნა რკინიგზა ფოთი თბილისი და ძირითადი სადგური უკვე გაკეთდა
ზესტაფონის, ანუ სოფელ ყვირილაში, რომელიც წარმოადგენს დღევანდელ ზესტაფონს და აი ამ რკინიგზის სადგურის გარშემო უკვე დაიწყო, გადავიდა ადმინისტრაციული ცენტრი და უკვე იზრდება ქალაქ ზესტაფონის მნიშვნელობა, ასე ვთქვათ და ეს ძველი ვაგონი დღესაც დგას შორაპანში, ერთ-ერთი რაღაცა ვინტაჟური ძეგლია, სადაც აი ფოტოსესიის მოყვარულებსაც შეუძლიათ კარგი ფოტოები გადაიღოთ. რაც შეეხება სხვა რკინიგზასაც 1895 წელს იხსნება ზესტაფონი ჭიათურის რკინიგზა, ეს უშუალოდ იმისთვის, რომ ჭიათურის მანგანუმის გადასაზიდად და ჩვენ ყველამ ვიცით რომ მე-19 საუკუნის ბოლოს ჭიათურის მანგანუმი მსოფლიოს ძალიან დიდ მარაგს ავსებდა, ასე ვთქვათ, და ამიტომ ეს რკინიგზა იყო ძალიან მნიშვნელოვანი ინდუსტრიული ხაზი მაშინდელ კავკასიაში. ანუ ძალიან ისეთ საინტერესო ადგილთან გვაქვს საქმე. საერთოდ სანამ სხვა ძეგლზე გადავალ ცნობილ შორაპნელებზე ჩვენ არ შეიძლება არ გაგვახსენდეს თურმანიძეები. თურმანიძის მალამო ეს ცნობილი კურნალები, მათი დინასტია ეს შორაპნიდან მოდის და რომელიც დღემდე გრძელდება. დღემდე გრძელდება, რა თქმა უნდა და სხვათა შორის იტალიელი სახალხო გმირი ჯუზეპე გარიბალდი ფეხის ამპუტაციას გადაარჩინა და განკურნა საქართველოდან ჩაყვანილმა საგანგებოდ შორაპნიდან, ასე ვთქვათ, ჩაყვანილმა ერთ-ერთმა თურმანიძემ. და ეს არ არის პატარა ამბავი ჩვენი პატარა ქვეყნისთვის, კი ბატონო და სხვათა შორის თურმანიძეები თავიანთი მკურნალობით იმპერიის ჯარშიც კი მსახურობდნენ რუსულ ჯარში ქირურგებად და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ არის დაკავშირებული მათთან. მოკლედ შორაპანთან ვერ გამოვტოვებდით თურმანიძეებს, ესეთი ამბავია. ეხლა შორაპნიდან ჩვენ წავედით ტაბაკინში, ეს არის სოფელი ტაბაკინი, თვითონ სახელიც აქვს ძალიან საინტერესო. თვითონ ტაბაკინი გარდა იმისა, რომ არის ულამაზესი სოფელი, რაღაცა საოცარი წყალკოტი, რასაც ქვია აუცილებლად სანახავი სოფელია, მნიშვნელოვანი ძეგლი ამ სოფელში არის მე-7-მე-8 საუკუნის ბაზილიკა, რომელმაც აი ჩვენ პრაქტიკულად აი დაგვამუნჯა, როგორც კი შევედით და მე შევწუხდი იმით, რომ პირველად ნახე ამ ხატრობა ამ მონასტრის. თვითონ ხატრობა არის მე-16 საუკუნის 20-იანი წლების, რომელიც არის სრულად გადარჩენილია. სრულად ვერ ვიტყვი ხარ, რაღაც ფრაგმენტები არის დაკარგული, მაგრამ უბრალოდ აი გამოჩნდება ვიდეო კოლაჟი, თქვენ უბრალოდ ნახეთ რა მასშტაბის ხატრობასთან გვაქვს საქმე, როგორი დახვეწილი, აი ჩემმა მეგობარმა ქვევრებს მიაქცია ყურადღება, როგორი ნატიფი ქვევრებია გაკეთებული და სრულად ერთი ადამიანის მოხატული ნამდვილად არ არის, აი მაქვს რამდენიმე ინტერვიუ და მასალა წაკითხული, სადაც ამბობენ მეცნიერები, რომ არის ჯგუფი იმუშაობდა მხატვრების და ამბობენ, რომ აი გელათის ვინც მოხატა იმ მხატვრების ჯგუფის მიერაც არის მოხატული ნაწილი აი ამ ტაბაკინის მონასტრის, იმიტომ რომ საერთო შტრიხები შეინიშნება და რაღაცა ერთ-ერთი წინვალე სანახაობა არის ჩვენი ქალაქის და იმერეთის. მე მაინტერესებს, რომ რაღაცა გარკვეული საათები ფეხით უნდა იარო, ხო? აქამდე რომ მიხვიდელსა თუ არის სამანქანო გზა და მეშლება რაღაც ასე მახსოვს. ზოგადად, მაგალითად, ინფრასტრუქტურული პრობლემები გვაქვს ყველგან. ყველგან, აი მიუხედავად იმისა, რომ ახლომდე მისასვლელი გზები მეტნაკლებად გაკეთებულია, მათ შორის ახლა ტაბაკინის აი ქვევით მდინარემდე, ასე ვთქვათ, ჩვენ ტრანსპორტით ჩავედით, მაგრამ იქ გარკვეული ადგილის გავლა ფეხით მოგვიწია. ახლა ტაბაკინი იმის გამო, რომ რთული ინფრასტრუქტურა მიუვალი ადგილი ნამდვილად არ არის. ამიტომ მისი დათვალიერება სავსებით შესაძლებელია. ეხლა რაც შეეხება, როგორც გითხარით, სამნავიანი ბაზილიკა არის მე-6-მე-7 საუკუნის და თვითონ აი სოფლის წარმოშობა, ანუ სახელის წარმოშობა ჩვენთვის ძალიან საინტერესოა საერთოდ როგორ საიდან მომდინარეობს სახლის წარმოშობა და გითხრას რომ აი მოდის ტაბაკიდან, ტაბაკი ეს არის სამფეხა მაგიდაზე გაშლილი სუფრა და როდესაც მიმდინარეობდა ამ მონასტრის მშენებლობა, ადგილობრივ მოსახლეობას
მიქონდათ ტაბაკი ყოველდღიურად ამ მონასტრის მშენებლებისთვის და ამიტომაც ამბობდნენ რომ აი ტაბაკი მოდისო და შესაბამისად ეხა რამდენად ახლოს არის ჭეშმარიტებასთან ეს ამბავი ვერ გეტყვით მაგრამ არის რაღაცა ლოგიკა ამ იმაში აქედან მომდინარეობს ეს სახელი სამრეკლოს რაც შეეხება არის სამრეკლო რომელიც ასევე ძველია მე-19 საუკუნის ეს არის ის პერიოდი როდესაც საეკლესიო მსახურებაში შემოდის ზარი. ესე იგი პირველივე საწყის ეტაპზევე ტაბაკინში ჩდება ეს სამრეკლო ასევე და ძალიან საინტერესო ფაქტია ის რომ ერთ-ერთი მთავარი ამბავი რამაც შემძრა მე პირადად არის ის რომ აი საბჭოთა პერიოდში უფრო ათეიზმის ეპოქაში როდესაც ტაძრების მასობრივი დახურვა ხდებოდა ეს ტაძარი თხის სადგომად უქცევიათ საერთოდ ხშირ შემთხვევაში ანუ წყემსების მიერ ძალიან ბევრი ტაძარი და თუნდაც იგივე უფლისციხე ვარძია ესენი არის თლიანად გაშავებული აქაც არის სიშავის კვალი აქაც ეტყობა თუმცა მხატვრობა გადარჩენილია მაგრამ ერთი ყველაზე მძიმე მომენტი არის ის რომ ნატყვი არის ეტყობა კარგად თუ დააკვირდებით კედლებს თქვენ თვითონ შეამჩნევთ ამ ნატყვიარს და განსაკუთრებით კარგი იქნება ეხა გამოჩნდება ტაძრის საკურთხეველი სადაც პირდაპირ აი ერთმა ადამიანმა დამიზნებით ესროლა საკურთხეველს და მარცხენა თვალი აი დააკვირდით მარცხენა თვალი აი პანტოკრატორის არის დაზიანებული ეს არის ნატყვი არის ტყვის როლის შედეგად არის დაზიანებული წარმოუდგენელი ამბავია რაღაცა საოცრება გონია და რა ვიცი ამას ჩემი აზრით ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ამ ტაძარს აი უბრალოდ მხატვრობის მასშტაბები არ ვიცი გამაოგნებელია აქედან ვერც ძველი ხატწერის კულტურა ძალიან საინტერესო ქართული ხატწერა მართლმადიდებლური არის უნიკალური და იმერული ძეგლებისთვის ეს დამახასიათებელია. ხო, არა, აი საოცარი. ხას იკითხება ეს ქართული. და სხვა შორის რეგიონალურად განსხვავებულია ეს სვანური ხატწერა კიდევ უფრო სხვა. სხვა შორის ამბობენ რომ ამ ტაძარშიც არის სვანური ხატწერის ელემენტები. რა მართლა? კი ბატონო, იმიტომ რომ ეს არ არის ერთი ადამიანის მოხატული. და არის რაღაცა ჯგუფი მუშაობდა. ეხლა რაც შეეხება ტაბაკის გარდა ამისა უკავშირდება არ დამავიწყდეს სახლსაშენი, რომელიც 1992-დან მუშაობს და აქ არის კავკასიური ნაგაზების მოშენება, სელექცია, პოპულარიზაცია და აქ შეგვიძლია ვნახოთ და შეძენაც არის როგორც ვიცი, კინოლოგიური ფედერაციის მიერ აკრედიტირებული, ასე თქვა, სერტიფიცირებული კავკასიური ნაგაზები. აი ძალიან მივესალმები ამ წარმოწყებას და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროექტი დიდხანს იმუშავებს ჩვენს ქვეყანაში და ექნება ამას მხარდაჭერა. ესეთი ჩვენი ენდემური ჯიშის ძაღლების გადარჩენას ემსახურება. კი ბატონო, ამითაც ტაბაკინი არის ძალიან ცნობილი. ეხლა ტაბაკინიდან ჩვენ წამოვედით სოფელ კვალითში კვალითი სიმღერიდანაც გვახსოვს ხო ჭირვეული მეზობლები კვალით და ზესტაფონს რომ იყოფენ ეს ყოფილა ულამაზესი სოფელი მთებით ტყეებით და სხვა ბევრი რამით ჩვენ მოვინახულეთ მონასტერი კომპლექსი კვალითის რომელიც არის აი პირდაპირ ტყეში ძალიან საოცარი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს ბარბარწმინდას ეძახიან ამ მონასტერს და თუმცა მე-19 საუკუნის აი ძველი ტაძარი პრაქტიკულად ეს ტაძარი აღარ არის, ანუ ტაძარი არ არის გადარჩენილი და რაც ვნახეთ სრული კომპლექსი ეს არის ახალი ტაძარი და შიგნით მთლიანი კომპლექსის მშენებლობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ხო, ძველების საერთოდ ძველი რაც არის ამის გაფრთხილება და მისი გადარჩენა, რა თქმა უნდა თანამედროვე. სხვა შორის არ ვიცი მე ხლა ალბათ ეს გარემოს დაცვის სამინისტროს კომპეტენცია და პრეროგატივა, მაგრამ სიმართლე რომ გითხრა, გარდა თვითონ იმ ძეგლებისა, რომელსაც საუბრობ ხოლმე და ფოტოებში ვუყურებ ხოლმე, გარემო აი აბაუდი ამ სიტყვისთვის რას გავს ხოლმე ზირთადად გარემო. აი ამაზე ერთი ნაწილია თვითონ ძეგლი, მაგრამ მეორე ხო არის აი მაგალითად ტურისტი მიყავს რომ გააცნო ძველი ქართული ძეგლი და რისი გაულა გიწევს იმისთვის რომ აი მაგალითად დანაგვიანებული პირობითად მოუწესრიგებელი ეს ხო შეიძლება კერძო პირების პასუხისმგებლობა არ წამოვიღე ფოტოები სადაც არის ძალიან მძიმე კადრები ჩემ პირად გვერდზე აუცილებლად განვათავსებ
გულდა საწყვეტია. ეს არ არის ის რაშიც მე შეიძლება ხალ ბრალი დამედოს რომ სულს ვეძებ. არა. პირიქით, აი გულსფელად ვამბობ, აი ესეთ ძველ ძეგლებამდე და ხაწერამდე ადამიანი რომ მიიყვანო, ხომ აქვს მნიშვნელობა რა გარემოს გადიხარ. რა იმიტომ რომ ეს გარემო მეტყველებს როგორ ზრუნავ თვითონ იმ ძეგლზე. არ არის აუცილებელი რომ ამ შემთხვევაშიც რაღაცა მთავრობის და რაღაც მუნიციპალიტეტის იმედზე ვიყავ ადამიანი რომ ხარ და პირადი პასუხისმგებლობაც არის. შენ თვითონ დაასუფთავ ან მინიმუმ არ დაყარო. ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად. ზოგად განსხვავ. სხვა შორის ბოდი შეგაწყვეტილებს, სხვა შორის აი ეს მთავრობის როლსაც განსაზღვრავს ის შენამდენად პასუხისმგებლიანი ხარ. ჩვენ თვითონ რომ ჩვენ თავებთან და ამ ჰიგიენასთან და გარემოსაცვლასთან კრიტიკულები ვიყოთ როგორც საჭიროა, მე უფლებას არ მისცემ თვითონ ორგანოსაც რომ რომ ის არ იყოს შენაირად ყურადღებიანი. იგივე აბსოლუტურად სწორი ხარ, იქამდე ვერ მივედით რომ საკუთარ ქვეყანაში არ დავყაროთ ნაგავი, ძალიან ძიმე ვითარება გვაქვს ამასთან დაკავშირებით. იგივე რამდენიმე ძეგლთან განსაკუთრებით აი ისეთი ნაგავი ეყარა რომ აი ისე გული დაგვწყდა და თქვით რომ კიდე კარგი არ გვახლავს სტუმრები და ვართ მხოლოდ წარმოიდგინე მოქალაქეები. რამდენჯერმე დაგვაქვს ხოლმე ჩვენ დიდი პარკი ხელთათმანი და ჩვენ თვითონ ვცდილობთ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, თუმცა ზოგჯერ იმდენად დიდია მასშტაბი ამ მოუწესრიგებლობის, რომ ფიზიკურად ვერაუხვალ ყველაფერს ვერ ვიზამთ ამ შემთხვევაში. ესე იგი, კვალიტიდან, როგორც გითხარით, დრო რო არ გაგვიქცეს, წამოვედით უკვე ჭალატყეში. ჭალატყეში აღმოჩნდა, გარდა იმისა, რომ საერთოდ იმერულ სოფლებზე და ამ სილამაზეზე მე საუბრით არ დავიხლები, ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლი, რომელიც არის ქვახიდა, სამმალიანი ქვიტკირის ხიდსაც ეძახიან მისი ადგილობრივები და არის ძალიან შთამბეჭდავი. საერთოდ ყველა ასეთ ხიდს ვეძებდა, მეგონა რომ ყველა ხიდი ნანახი მქონდა, მაგრამ ეს ხიდი ვნახე პირველად. არის სამმალიანი ხიდი და მდინარე ჭოლაბურზე არის გადებული ეს ხიდი. და როგორც ყველა ასეთ ხიდს თამარის პერიოდს უკავშირებენ, ამბობენ რომ თამარის ბრძანებით იქნა აღებული და გამოყენებულია მხოლოდ კვერცხის გული ასაშენებლად, ანუ ყირი, დუღაბის და რა მასალა და რა კვერცხის გული. ესე იგი ღვინით აშენებული შენობები, კვერცხის გულით აშენებული. კულინარი ოდითგანვე ჩვენი. კვერცხის გული, კვერცხის ცილა, ქვა და კირი, ცილა, ხო, როგორც კალციუმის. და კირი არის გამოყენებული. ეხლა, როდესაც აი სოფლებში მოგზაურობდით, ჩემთვის სიურპრიზი იყო ზუსტად აი ჭალატყეში ერთი პატარა ვერანდის ნახვა. ეს არის ცხელიშვილების ვერანდა. აი აუცილებლად მინდა წარმატება ვუსურვო ამ ადამიანებს, იმიტომ რომ ამ პირობებში, როცა არანაირი გარეგანი, გარშემო პირობები არ არსებობს, ამ დროს შენ გქონდეს ვერანდა, სადაც არის უგემრიელესი კერძები. აი ნახეთ როგორი სიტუაცია, სუფთა ქართული გარემო არის გაკეთებული. იმერული სიკოხტავით და უგემრიელესი კერძებით. აი მსგავსი პური მე მგონი არსად არ მიჭამია, როგორც აქ გავსინჯი ამ ცხელიშვილის ვერანდაში და საერთოდ გასტროტურიზმის ხელშეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. არა მარტო უცხოელი სტუმრებისთვის, აი ჩვენც ადგილობრივები, აი სადაც ჩადიხარ, რომელ რეგიონში იქაურ ადგილობრივ კერძებს რო გასიჯავ, მაგალითად კეცის ჭადი მაგალითად შეიძლება ქალაქში ელზა რას გვიკეთე? ესა, ეხლა დავუბრუნდეთ აღარ შეიძლება თემასთან. ისეთი სუფრა გაბიშალეს ამ ადამიანებმა, აი თავი ამიტომ განსაკუთრებული სტუმარს მოყარეობა იციან იმერეთში და ზოგადად ზესტაფონშიც და მეტი რა უნდა და ეხლა ამას იქით სამხარაძე იქნება ბედნიერი აკეთე. კი, სამხარაძის სოფლებში ვიყავი და აი წარმოდით აი სოფლებში მოგზაურობ და უცებრო ესეთ საფუთხეს აღმოაჩენ. ჩვენი უდიდესი რეკომენდაცია რო წახვალთ ზესტაფონში აუცილებლად თან დაათვალიერეთ ეს უნიკალური ხიდი საოცრება და პირდაპირ ამ ხიდის პანორამაზე არის ეს ცხელიშვილები. ეხლა ჭალატყედან ჩვენ წამოვედით აი თქვენ ეკა ახსენეთ, ეკა სამხარაძის საზანოში. საოცარი ყველი აქვს შეერჩამოს. საზანოს ყველი, ესეც არის გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიმართულებით, აი რამხელა პოტენციალი აქვს თუნდაც საზანოს. სოფელს კი ხედავთ, რომ ეს არის 60 და წალკოტი, როგორც ამიტომაც არის გამორჩეული სხვა შორის იქაური ის პროდუქტები, უცხოელი. იქაური კლიმატი და იქაური გარემო ძალიან არცერც და მთელ ქვეყანაში ძალიან პოპულარულია და საერთოდ ეს არის ქვედა საზანო.
ქვედა საზანო ეკუთვნის ზესტაფონს, ხოლო ზედა საზანო ეკუთვნის თერჯოლას. ანუ ამ შემთხვევაშიც გვაქვს ხაობა საზანოში ძეგლებიც არის შემორჩენილი, მათ შორის პირველი საუკუნის ძეგლი საჯვარე და კვინწიხის გორა, მაგრამ ჩვენ ამ გორაზე არ მივსულართ, ჩვენ ვეწვიეთ ულამაზეს სამცვერას ჩანჩქერს, რომელიც არის მდინარე ძუსას ხეობაში. ეს არის ხო ეხლა ეს არის სამცვერას ჩანჩქერი, რომელიც კაცში გადის და ეს იმერული გაზაფხული, რომელმაც გაგვაბედნიერა, ისეთი საოცრება იყო. ჩანჩქერთან ახლოს მიდის ასფალტიანი გზა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მაგრამ არის დანარჩენი 200 მეტრი, დაახლოებით 200-300 მეტრია გასავლელი, რომელიც ძალიან მძიმე ინფრასტრუქტურით ხასიათდება. თან ახლა გაზაფხულის წვიმებისგან მთელი ტყე და ტყესთან ერთად მთელი რა ვიცი რაც შეხვდა გზაში ყველაფერი ჩამოტანილი ქონდა და ჩვენ თვითონ ძლივს მივედით ამ ჩანჩქერის ტერიტორიაზე და წარმოიდგინეთ მარტო ის ადგილები რაც დღეს თქვი ერთ დღიან ტურისტულ პაკეტად რამდენად საინტერესო აი ხა მინდოდა სხვათა შორის ეს მეკითხა აი ამ ყველაფრის დათვალიერება რამდენ ხანში არის შესაძლებელი დილით წავედით და საღამოს ჩამოვედი ანუ იმდენად ახლოს არის ეს ყველაფერი ერთმანეთთან მე ყოველთვის თქვენ გიყვებით ერთდღიანი ტურის შესახებ იმიტომ რომ შესაძლოა ჩვენ არ გქონდეს იმის უფუნება რომ თანამედროვეობაში ერთ-ერთი ვიყოთ. ეხლა თვითონ სამცვერას, ანუ სამწვერას ეძახის ზოგი, მაგრამ სინამდვილეში არის სამცვერა, ზოგი ამბობს რომ ცვარიდან მომდინარეობს ეს სიტყვა, მაგრამ გიდმა გვითხრა, სხვა გიდმა, გიორგი ბალაშვილმა ცვართან დააკავშირა ეტიმოლოგია, მაგრამ გამოქვაბული ყოფილა ჩანჩქერის ქვეშ, სადაც ცხოვრობდა 3 ბერი და 3 წვერიანი სახელი დაარქვეს. სამწვერა, რომელმაც შემდეგ უკვე განიცადა ფონეტიკური ცვლილება და გახდა სამცვერა. და მდინარეს, ანუ ამ ძუსას ხეობას ტყე აკრავს ორივე მხარეს და არის საოცარი სანახაობა, განსაკუთრებით ზაფხულში აქ იქნება ნამდვილი სამოთხე. ეხლა აქედან ჩვენ საზანოდან უკვე ჭიათურით წამოვედით, რა თქმა უნდა, სოფელ კაცხში გავიარეთ. კაცხის მონასტერი ნახეთ კიდევ ერთხელ, რომლის შესახებაც მე თქვენ ადრე გიყვებოდით. მაგრამ ზესტაფონთან დაკავშირებით არ შეიძლება არ ვთქვათ ზესტაფონისა და ყავის ურთიერთობა. მე დღეს ფეროზე არ ვილაპარაკებ, ისაც ყველა მიცის, რომ ზესტაფონი ინდუსტრიული ქალაქია და ფეროსთან არის დაკავშირებული, მაგრამ ყავას რაც შეეხება განსაკუთრებით მათ ვინ ჩვენ დასავლეთში დამივდივართ, ჩერდებით დასვენების ყავის ადგილთან არის ზესტაფონი დაკავშირებული და ყავას თანამედროვე ისტორია არ აქვს. ანუ მე-19 საუკუნის ბოლოს მე-20-ეს დასაწყისში დღევანდელი ზაქარიაძის ქუჩაზე ყოფილა ესეთი ვაჭარი აგაბო გაჩეჩილაძე, რომლის სახლში არსებობდა ყავის ქარხანა სახელად არგო. ეს ქარხანა ყოფილა პოლონელების საკუთრებაში, გვარიც არის ცნობილი სატოვსკების საკუთრებაში ყოფილა და ეს ქარხანა აწარმოებდა ყავას სოიოსგან და რკოსგან. ანუ რკოს ყავას ეძახდნენ და ოჩაკაცო ყავას აწარმოებდა სოიოსგან და რკოსგან და შეფუთვას ეწერა უმაღლესი ხარისხის ყავა. ვარშავა იყო დასახელება, არგო თვითონ ყავა, ცხლის ვაში. კი ბატონო და მოგვიანებით ეს საწარმოო პოლონელებისგან გამოისყიდეს ამ ძმებმა გაჩეჩილაძეებმა და გააგრძელეს ამის წარმოება და საბოლოოდ აი ამ ზესტაფონში ნაწარმოებ ყავას აქვს არაერთი საერთაშორისო ჯილდო მიღებული. და აი რამდენად საინტერესო იქნებოდა აი უფრო დამატებით მეტი ინფორმაცია და მეტი კვლევა ამასთან დაკავშირებით, რაც ეხება ზესტაფონის ყავას. ეხლა კიდევ ერთი ამბავი, სანამ დრო გვაძლევს საშუალებას, თქვენ შესაძლოა გახსოვთ, რომ ზესტაფონს 2 წელი ერქვა ჯუღელი 1935-37 წლებში გადაარქვეს სახელი და მას დაარქვეს ზესტაფონის მკვიდრის ეს არის სოფელ სვირიდან წარმომავლობით იყო ბოლშევიკი სიმონ ჯუღელი, რომელსაც საკმაოდ მაღალი თანამდებობა ეჭირა და ეს ადამიანი 1935 წელს სამსახურში მოულოდნელად გარდაიცვალა და მაშინდელმა ხელისუფლებამ აი მის დაკრძალვას რაღაცა მთელი რიგი ცერემონია გამართა. ცერემონია ეხებოდა იმას, რომ ძალიან დიდი ღონისძიებით სიმონ ჯუღელი დაასაფლავეს მთაწმინდის პანთეონში ილიას პირდაპირ. ეს იყო ზოგადად 9 ბოლშევიკი იყო დასაფლავებული მთაწმინდის პანთეონში, ყველა ილიას გარშემო და გვერდით. ესეც იყო ერთგვარი პროპაგანდა მაშინდელი
მთავრობის მიერ და სიმონ ჯუღელს არაკმარეს თაწმინდის პანთეონი, სასწრაფოდ ზესტაფონს გადაარქვეს სახელი და დაარქვეს ჯუღელი. გარდა ამისა, ზესტაფონის რკინიგზის სადგურს, პურის ქარხანას, სკოლას, თუ კი რამე სტრატეგიული მნიშვნელობის დაწესებულება იყო, ყველაფერს დაერქვა ჯუღელი. ოჯახს დაენიშნა მუდმივი პენსია 500 მანეთი. უნივერსიტეტში გაჩნდა პრემია ჯუღელის სახელობის. მოკლედ სასწაული ამბავი მოხდა ამ ჯუღელთან დაკავშირებით და ის კი არა ვინმეს რო კითხავდიო ზესტაფონში აი ამ 35-17 წლებში საიდან ხარ სპეციალურად უშვებდნენ ხალხს რომ ეკითხებოდნენ ადგილობრივებს რომ შენ სადაური ხარო მას აუცილებლად უნდა ეთქვა რომ მე ჯუღელიდან ვარ და არაფრით არ უნდა ეთქვა ზესტაფონიდან. ამ ამბავმა გასტანა მხოლოდ 2 წელიწადი, იმიტომ რომ 1927 წელს ბერიამ სიმონ ჯუღელი ხალხის მტრად გამოაცხადა. ამას მოყვა ის, რომ სასწრაფოდ გახსნეს საფლავი და მისი არავინ არ იცის ის სად არის დასაფლავებული. მაშინვე გადაარქვეს ზესტაფონს სახელი, დაუბრუნეს თავისი ძველი სახელი და ყველაზე მძიმე მაინც ის იყო, რომ ჯუღელთან ერთად დახვრიტეს მისი 37 წლის მეუღლე, სახელი და გვარი ნინო საბახტარაშვილი. და როგორც გავარკვიე, ეს ნინო საბახტარაშვილი ყოფილა ჩხოროწყუელი, ჩემი რაიონიდან, სოფელ ხაბუმედან და მას ბრალად ედებოდა ტროცკის მხარდაჭერა და პლუს საკუთარი ქმრის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მოწყობა ედებოდა ბრალად. სხვათა შორის სიმონ ჯუღელსაც ანუ ბრალად დასდეს გარდა იმისა, რომ ხალხის მტრად გამოაცხადეს 1924 წლის ანტიბოლშევიკურ აჯანყებაში მონაწილეობა. ესეც იყო მის ერთ-ერთ მთავარ ბრალდებაში და მოკლედ ზესტაფონის აი სახელიც უკავშირდება 2 წელი ასე თქვათ ჯუღელს. ესეთი არის ძალიან მოკლედ. ხო, ალბათ კიდევ ბევრი საუბარი შეიძლება ზესტაფონს ამ რეგიონზე, მაგრამ აი მე მაინც ჩემს გულის ტკივილს ვიტყვი, რომ აი ამ რაღაცა ძალიან მდიდარი ისტორიის ფონზე რეგიონი ნელ-ნელა იცლება ადამიანებისგან, იმიტომ რომ ზესტაფონი დღეს არის ქცეული მხოლოდ რაღაცნაირად სატრანსპორტო დერეფნად, ასე ვთქვათ და მისი ფუნქციები არის ძალიან შეზღუდული, იმიტომ რომ ხო, მისები ალბათ ყველამ ძალიან კარგად და ამის თქმას ვაპირებდი ამ წელს. აი ალბათ ეგ განწყობა მაქვს მეც რომ პერიოდულად როცა დასავლეთისკენ მივდივარ სპეციალურად ხანდახან მივდივარ ზესტაფონის გავლით რომ აი რაღაცა ის მართლა ტრასად არ იყოს და რაღაცნაირად ხანდახან შეიძლება ის კონტრიბუცია თქვენი ხო უბრალოდ რა გაივლი ნუ შეიძლება რაღაც სადღაც გაჩერდ რაღაც ყოველ შემთხვევაში იმ გარემოს რომ იგრძნობ ამის გამო გადამიხვევია არაერთხელ და ამიტომ ეს პროცესი მე ამიტომ ჩვენ აი მოქალაქეებს რაღაცა მეტის პასუხისმგებლობა გვმართებს ამ თვალსაზრისით რომ ჩვენ დავგეგმოთ ტურები აი ამ უნიკალური ძეგლების სანახავად. გარდა იმისა, რომ ნახავთ ძეგლებს, რომელსაც არ აქვს ანალოგი. აი რა ძეგლებზე ხეს ვისაუბრ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლები ჩვენი ქვეყნისთვის. გარდა იმისა, რომ გვაქვს შესაძლებლობა უკეთ გავიცნოთ ჩვენი ქვეყანა, მის პოპულარიზაციასაც შეუწყობთ ხელს და მის ეკონომიკურ აღმავლობასაც და ამიტომ ვიაროთ ჩვენს ქვეყანაში. ნამდვილად ამიტომაც რუსეთს კონკრეტულზე საუბრობთ რა. ერთ დღიან ტურზე. ხო, ზესტაფონში ჩასვლას შემოსას არაფერი არ უნდა. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო როგორც ყოველთვის. ხომ არ დაგვიანოსებს აით მიდიხარ ამ კვირაში რას უნდა ველოდოთ არა. თვის ბოლოს ვაშლოვანს. ველოდებით. განსაკუთრებული ინტერესი. ძალიან ბევრია და ძალიან დიდი მადლობა შენ ამისთვის ერთი კვირით დაგემშვიდობებით. ჩვენ რამდენიმე წუთით შევისვენებთ და საშუალებას იმერეთში ვრჩებით. ხო, აუცილებლად ტყიბულის რეგიონში, სადაც იცით, რომ არ არის კარგი ვითარება, რაზეც საკონოზაძემ მოამზადა ბლოკი და დაგიბრუნდებით რამდენიმე წუთში ამ თემით აუცილებლად დარჩით ჩვენთან ერთად.